შემუშავდა საგნის კომპიუტერული ტექნოლოგიები, პირველადი სტანდარტი. ამ სტანდარტში ჩვენ გავამარტივეთ ცნებები, ანუ ცნებების რაოდენობა შემცირდა, სულ გვაქვს 3 ძირითადი ცნება. ცნება უკავშირდება პირდაპირ შედეგებს. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგანი დღევანდელ ცხოვრებაში, ვინაიდან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ძალიან რთულია მოიცვა ყველაფერი. ამიტომ სტანდარტი არის საფეხურეობრივი და მასწავლებლებს ექნებათ გარკვეული თავისუფლება. ეს თავისუფლება ასევე დაეხმარებათ მათ ინკლუზიური სწავლების შემთხვევაში, ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაში. ემატება საგანს საბაზო საფეხური. წინა წლებშიც ბევრი სიახლე ჰქონდა ამ საგანში. ეს სიახლეები წარმატებით დაინერგა უკვე. და მე იმედი მაქვს, რომ საბაზო საფეხურშიც ისევე როგორც წინა წლებშია, ესეთი ერთობლივი ძალისხმევით, ეტაპობრივად შეეძლებთ სტანდარტით გათვალისწინებული საკითხების შემოტანა სკოლაში და როგორც თავის დროზე Scratch-ში იყო დიდი სიახლე, აი სიახლეები, რომელიც არის საბაზო საფეხურზე, ისიც ჩვეულებრივი იქნება რამდენიმე წლის მერე. რაც შეეხება თავად ამ სიახლეებს, ეს არის კოდზე დაფუძნებული პროგრამირება. ბევრი მასწავლებელი მეუნება იმას, რომ აი დაწყებით საფეხურზე ბავშვები ხშირად კითხულობენ, რომ აი ამ ბლოკებით დაფუძნებული პროგრამირების შემდეგ რა იქნება შემდეგი ეტაპი, რა იქნება ზედა კლასებში. და აი ზედა კლასებში გვექნება უკვე კოდზე დაფუძნებული პროგრამირება. უბრალოდ ამ შემთხვევაშიც, როგორც ვიზუალური ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების შემთხვევაში გვაქვს გარემო, ამ შემთხვევაში არის Scratch-ი, რომელიც გვეხმარება, რომელიც ეხმარება მასწავლებლებს. იქ არის ბევრი ნიმუშები, ასევე რომლის გამოყენება შეუძლია ხო მოსწავლეს და ასე შემდეგ. აი აქაც ვფიქრობთ, რომ გვექნება გარემო, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს. ანუ მასწავლებელი არ იქნება მარტო, თქვათ, ამ საკითხებთან დარჩენილი. გვაქვს ასევე საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე. უნებრივია ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას ჩვენ არ გულისხმობთ, რომ ბავშვებმა თავად უნდა შეიმუშაონ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, მათ უნდა ისწავლონ იმ ინსტრუმენტების სათანადოდ გამოყენება, რომელსაც ჩვენ აი ხელოვნურ ინტელექტს უწოდებთ. აქ არის როგორც ეთიკური საკითხები, თქვათ, როგორ და რანაირად შეიძლება ამის გამოყენება და ასევე ტექნიკური საკითხებიც, როგორ შეიძლება აი ამ ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება. ძირითადი თემატური ბლოკები რაც გვაქვს, ეს არის კომპიუტერული კოდი, რომელიც დაწყებით საფეხურზე გულისხმობს ვიზუალურ პროგრამირებას, ვიზუალურ ბლოკებთან მუშაობენ, ხოლო საბაზო საფეხურზე ეს უკვე არის ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირება. როცა უკვე ტექსტს წერენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, მასწავლებლებს ექნებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, ანუ გარემო, სადაც თქვათ, თვითონ შეუსწორებს გარკვეულ შემთხვევაში შეცდომებს და ასე შემდეგ, დაეხმარება მასწავლებლებს. მეორე თემა ეს არის ინფორმაცია, იმიტომ რომ იცით, რომ ეს ყველაფერი საინფორმაციო ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და ტექნოლოგიებს ვიყენებთ ინფორმაციის მოსაპოვებლად, დასამუშავებლად, გასავრცელებლად. და აი ამაზე გვაქვს საუბარი და მესამე ეს არის კომპიუტერული სისტემა, ხო, სისტემა როგორც ერთი მთლიანი, რომელიც შედგება პროგრამული ნაწილისგან, თქვათ, იგულისხმება ოპერაციული სისტემა და ასევე აპარატული მოწყობილობა, ხო, რისგან შედგება თვითონ კომპიუტერი. ასევე საუბარია იმაზე, რომ როგორც სხვა საგნებში არის სახელმძღვანელოები, აქაც გვექნება უბრალოდ განსხვავებული იქნება ეს სახელმძღვანელო იმ გაგებით, რომ ეს იქნება ერთგვარი პროექტების ბანკი, სადაც მასწავლებლებს შეუძლია თავად აირჩიოს, რომელ პროექტს რა ეტაპზე, რა შემთხვევაში გამოიყენებს და ასევე საუბარია მასწავლებლის წიგნზე, სადაც იქნება ძირითადი საკითხები, ასე ვთქვათ, განხილული. მე ვისაუბრე სტანდარტთან დაკავშირებულ სიახლეებზე, მაგრამ ბუნებრივია სტანდარტი არის ლოგიკური გაგრძელება და განვითარება იმ სტანდარტისა, რომელიც ჩვენ აქამდე გქონდა, ისიც თავის მხრივ ახალი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც იმ სტანდარტის შემთხვევაში ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძელით დანერგვა სიახლეების, ამ შემთხვევაშიც ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ არ ჩამოვრჩეთ აი ამ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას.